ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყო. მოსახლეობას წყლის მრიცხველების დამონტაჟებასთან ერთად დანაკარგების შემცირების მიზნით შიდა კომუნიკაციასაც მოუწესრიგებენ. შემდგომ კი მიეცემათ ერთთვიანი ვადა მოხმარებული წყლის ზუსტი აღრიცხვის მიზნით. გადასახადის დარიცხვა კი მომდევნო თვიდან დაიწყება. პროექტი 2 წელს გაგრძელდება. გამრიცხველიანებას ბათუმის მერია, ხოლო მილების გამოცვალს ბათუმის წყალი უზრუნველყოფს. ჯამში პროექტზე 6.800.000 евро დაიხარჯება, საიდანაც 4.900.000 ევროკავშირი, 700.000 ევროს გერმანიის განვითარების ბანკი, ხოლო 1.600.000 ბათუმის მერია დახარჯავს. აბონენტებთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებებიც და აღირიცხება წყალმზომის ID ნომრები. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაასრულა წყლის სისტემების რეაბილიტაცია, აბანდოილად ჩატარდა უკვე კერძო სექტორში გამრიცხველიანება, რაც გულისხმობდა ასევე როგორც ცენტრალური მაგისტრალების, ასევე აბონენტთან მიმავალი მილების შეცვლას და მრიცხველების მონტაჟს. ეს დღესობით დავიწყეთ უკვე პროექტი, რომელიც გულისხმობს მაღალსართულიანი კორპუსების გამრიცხველიანებას, რაშიც შედის როგორც გარების შეცვლაც, სახლში ამავალი გარების შეცვლა, ასე აბონენტთან მიმავალი მილების შეცვლაც და ფაქტობრივად ლიანი რეაბილიტაცია უტარდება წყლის სისტემებს მაღალსართულიან კორპუსებში. მარტისთვისათვის უკვე მასიური სახე მიეცემა სამუშაოებს. ხელში უწყობს პირველ რიგში მრავალსართულიანი სახლების შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებას, აღმავალი მილების გამრიცხველიანდება მოსახლეობა და უფრო ხარისხიანად მიიღებს, ანუ ამის თქმა მინდა მოსახლეობა წყალს. ეს პროექტი დაახლოებით 500-მდე მრავალსართულიან სახლს მოიცავს და დაახლოებით გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში.